შემთხვევა იწყება სამშობიაროდან, როდესაც რო ხდები, რომ უკვე მარტო ხელა დედა ხარ და ბავშვი ყავს მარტო გასაძველი. აი, ყველაზე მეტი ის არის, რომ ექიმის ეჭვის თვალით გიყურებს, რომ ბავშვი ფაქტიურად არ გააშვილო, ან არ გაყიდო, ან რამე არ გააკეთო, ან რამე ბავშვს არ დაუშაო. ესა ყველაზე მძიმე დედისთვის, რომ აი ამ სიტუაციაში უკვე შენ არ ცნობიერებ, რომ უკვე შენი შვილი უფრო მეტად უნდა დაცაო და უფრო მეტად უნდა იყო მასთან. მე შვილები კიდევ მყავდა, ორი ბიჭები მყავდა, როდესაც აი გავაჩინე მესამე შვილი და ძალიან გამიჭირდა სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ საზოგადოებას ძალიან უჭირს ასეთი ბავშვების მიღება. მე არასამთავრობოები მყავდა გვერდში, ვინც რომე დამეხმარენ და ძალიან მადლობელი ვარ ანა არღანაშვილისა, რომელმაც რომ ფაქტიურად და მანანა ფურცვანიძისა, ფაქტიურად ჩემი ბავშვის ყველა წელიწადი, ყველა დრო მათ ერთად გადამალახინა. არიან გარკვეული ადამიანები, რომლებმაც რომ უფრო მეტი ბოროტება მაჩვენეს და პრობლემები შემიქმნეს. მით უმეტეს ბავშვის აღიარებაზე, ან სასამართლო პროცესზე, ან ბავშვის ერთად თავშესაფარში ყოფნაზე. ეს ყველაფერი განისაზღვრება, იმიტომ რომ ადამიანი აკვირდები და ხვდები, რომ ძალიან პრობლემურია ასეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა. მე ახლა თავშესაფარშიც ვიყავი და ვიცი, რომ მე ფაქტიურად დედებისთვის ფსიქოლოგიური ისინი ტრენინგებია და ეს განმიზნულია, რომ განიტვირთონ ეს დედები და იმასა, მაგრამ დედებს უფრო მეტი შვილებთან ურთიერთობა უნდათ. ეს შვილების პრობლემა, როდესაც რომ ერთი წელიწადი უყურებ და გონია, რომ რო გახვალ გარეთ ყველაფერი კარგად იქნება, ხომ? ეს დაპირებები ძალიან პრობლემას ქმნის მე თავშესაფრებში, მით უმეტეს რო აკეთებენ ფსიქოლოგიური სტრესებია რაღაცა, ის არის განტვირთვებია, თითქოს რაღაცას ასწავლიან, მაგრამ ესენი არის ფუჭად ხარჯვის დრო. იმიტომ რომ ფაქტიურად, როდესაც გადიხარ გარეთ, უკვე ეჯახების სხვა რეალობას. საზოგადოება უფრო მეტად არღებულობს ასეთ ბავშვებს. მე ასეთი განცდა მქონდა და ასეთი განცდა მაქვს დღესაც, იმიტომ რომ ძალიან პრობლემური საკითხის წინაშე დავდექი, როდესაც რომ ჩემი შვილი მარტომ გავზარდე. 14 წლისაა ჩემი ბიჭი და ძალიან პრობლემურ საკითხზე დგას მისი, იმიტომ რომ მამის მხარე თავს იკავებს დედის მხარეს, ფაქტიურად მე ვარ ახლა მარტო. და წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაცია იქნება, ახლა ეს მარტო გაზრდილი ბავშვია და ურთიერთობა აქვს უფრო მეტად მეზობლებთან, ახლობლებთან, იმდენი არა. იმიტომ რომ მამას ფულის დახარჯვა არ უნდა და ოჯახს მიღება არ უნდა. ესაა ძალიან მძიმე სიტუაცია. ყველა ვერ ლახავს ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ფაქტიურად არიან ქალები, რომლებიც რომ ეცდებიან თავისი ცხოვრება აიწყონ. და ეს სოცმუშაკებიც ისე მუშაობენ, თითქოს აი მინდობით აღზაზე გადაიყვანონ ბავშვი. ამას მოყვება მეორე პრობლემა უკვე. დედების პრობლემა. რომელიც რომ ახალ ოჯახს ქმნიან თითქოს აი ვიღაცას გამოყენების მიზნით, უნდა რომ გვერდზე ყავდეს და იქნება მეორე სიტუაცია, პრობლემა უკვე. ესენიც დანახული მაქვს და ვიცი როგორი სიტუაციებია და ძალიან მძიმე შედეგებამდე მიდის თითქმის. მარტო ხელა დედობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ბავშვი დედას წაართვა და გადაიყვანო და მინდობით აღზაზე მისცე. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დედისა. იმიტომ რომ საკუთარ შვილს არ თმევ და საღამოს მის შვილს ვერ ხედავს დედა რას აკეთებს. ეს არის პრობლემა, სერიოზული პრობლემა. ყველა დედას უნდა რომ საკუთარი შვილი ყავდეს გვერდზე და დედას რო შვილი გვერდზე ეყოლება, იმ შვილს ეწოდინება დედის ფასიც და ოჯახის ფასიც. და იმ დედის გავლილი გზაც ეწოდინება. მე ჩემი შვილი არ დიმითმია და არ ზავთობ არასოდეს და არც ისე მოვექცევი რომ ჩემიდან შორს იყოს, მაგრამ ძალიან ბევრმა დათმო და მე უკვე ბავშვებს პრობლემა აქვთ ის დედებთან, რომ რატომ მიმატოვე, რატომ გამიშვი მინდობით აღზრდაზე და ეს ოჯახს დედის კვალიფიკაციას ანგრევს.
გაუცხოება ხდება და როგორ აიცი, შვილს გონია რომ დედას არ უნდოდა მასთან ყოფნა და ეს სახელმწიფოს არა გათვალისწინებული. სახელმწიფო აძლევს ვითომ საზდოს, ვითომ ყველანაირ შესაძლებლობას იმისათვის რომ ბავშვი განვითარდეს, მაგრამ ამით ანგრევს დედის ავტორიტეტს. ეს არის დიდი პრობლემა. ბევრჯერ მივმართე, ბევრ ჟურნალისტთანაც მქონდა საუბარი ამ საკითხზე, მაგრამ არ გამოდის. სახელმწიფო ამას ყურადღებას არ აქცევს და ერთი პრობლემა კიდევ. აღსრულება. ყველაზე დიდი პრობლემა ქალების ცხოვრებაში. არა მარტო ხელადედებისა, არამედ მთელი საქართველოსა. აღსრულებას, როდესაც რომ აქ შესაძლებლობა რომ ის პიროვნება მოძებნოს, ვისაც ალიმენტი აქვს ბავშვისა და უფლებებს არ ღვევს ალიმენტი გადაიხადოს, დედას ავალებს, რომ ალიმენტი მოძებნოს და დაადგინოს, რომ ის კაცი მუშაობს. ვერანაირად ვერ დაადგენს დედა შვილის ერთად ალიმენტის პიროვნების დადგენას სად მუშაობს. ეს არ არის რეალური და ვერც იქნება რეალური, როდესაც რომ დედა ადგენდეს მის სამართს. აღსრულება, იმიტომ რომ აღსრულებამ დაადგინოს ეს. ეს დიდი პრობლემაა საქართველოში.